მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლეძე იმუშავებს. სამაუწყებლო კომპანია გურია დღეს 20 წლის გახდა. 1992 წლის 2 ნოემბერს სრული პროგრამით პირველად გავიდა ეთერში. რა გზა გავლო ტელევიზიამ დღემდე ამას ჩვენი კორესპონდენტები გაგვახსენებენ. Ზუსტად 20 წლის წინ სწორედ აქედან საინფორმაციო პროგრამა ფაქტი ღია ეთერში პირველად გავიდა. მართალია მე იმ დღეს მონაწილე არ გახდით, მაგრამ საარქივო მასალისთვის თვალის გადავლების შემდეგ დავწმუნდი, რომ ჩვენი კოლეგები იმ დღეს ძალიან დიდი სიხარულით შეხვდნენ და მიხარია, რომ ტელეკომპანია გურიის ერთ-ერთი ნაწილი გავხდე. მერაბ სიორიძის იდეითა და მონდომებით რეგიონულ ტელესვირცეში პირველი ტელეკომპანია ჩამოყალიბდა. მისივე თაოსნობით მოხდა პროფესიონალი კადრების შერჩევა და შემოქმედებითი ჯგუფი შედგა. შეძენილ და დამონტაჟებული იქნა სარელეო ხაზი, გადასაღები და სამონტაჟო ტექნიკა. მიზნობრივმა და ერთსულოვანმა მუშაობამ შესაძლებელი გახადა, რომ 1991 წელს დაარსებული ტელეკომპანია გურია და საინფორმაციო პროგრამა ფაქტი პირველად ეთერში 1992 წლის 2 ნოემბერს გასულიყო. ტელეკომპანია გურიამ საკუთარ მაყურებელს 20 წლიანი დაუვიწყარი ისტორია შემოუნახა. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია სრული პროგრამით პირველად გავიდა ეთერში. ამ ხნის მანძილზე ჩემი კოლეგები დარსა თუ ავდარში, კამერითა და მიკროფონით ხელში, თქვენი ყველა სურვილისა და ინტერესის გათვალისწინებით ცდილობდნენ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაეშუქებინათ. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ხალხის სიყვარულია. საზოგადოების აზრი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ტელეკომპანია გურიას უსურვებ ბედნიერებას, განვითარებას, რეიტინგების აწევას და ყველაფერს საუკეთესოს. გურიის ტელევიზიის თანამშრომლებს უსურვებ, რომ პროფესიონალური სიმტკიცე გამოიჩინონ, პროფესიონალობა გამოიჩინონ და ობიექტურად გააშუქონ ყველა ის მოვლენა, რომელიც ოზურგეთში ხდება და მთელ გურიაში ხდება. ულოცავ უფრო კარგი გადაცემები, უფრო საინტერესო, უფრო სასიამოვნო და რა ვიცი, ყველაფერ კარგს. ახალგაზრდები ხარ ჯერ და მომავალს და კეთილ ამბავს გისურვებ. მიხარია და ძალიან კარგი გადაცემებია. შემდგომ წარმატებებს უსურვებ. კაი გადაცემები გქონოდეს, ჩვენ ყოფილიყო და თვითონაც მთელი შემადგენლობა კოლექტივი გურიის. ვეტყოდი იმას, რომ სამართლიანი ტელევიზია ყოფილიყო. ყოფილიყოს ისეთი ტელევიზია, რომელიც ხალხს მოსწონს და ისეთი გადაცემები გქონოდეთ, რომელიც მაყურებელს დააინტერესებს და გილოცავთ დღევანდელ დღეს გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ წარმატებებს და მეტი პროფესიონალიზმი გქონოდეთ. უფრო კარგ მაუწყებლობას გისურვებთ და ყოველივე კარგ გადაცემებს 20 წელი მაყურებლის გვერდით. ეს არც თუ ისე მცირე ციფრია, თუმცა განვლილი წლების გახსენებასთან ერთად საინტერესოა ტელევიზიის დღევანდელი დღეც, რომლის ჩვენებასაც დღეს თქვენთვის ჩვენ შევეცდებით. პაუზის შემდეგ ტელევიზია ცნობილ ბიზნესმენებს ვანო ჩხარტიშვილსა და ზაზა სიორიძეს დაუბრუნდა. ცვლილებამ სამუშაო გუნდის გაზრდა გამოიწვია. პროდიუსერი ელდარ ბინარაძე და რამდენიმე პროფესიონალი დედაქალაქიდან. აღნიშნული ჯგუფი ძველ გუნდს შემოუერთდა და სამომავლო გეგმებიც გამოიკვეთა. როგორც გურიას გენერალური დირექტორი ზურაბ გობრონიძე ამბობს, მალე ტელევიზიის ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განახლდება. შეივსება საეთერო ბადე და მაყურებელი მისთვის საინტერესო, კიდევ უფრო მეტ პროგრამას ნახავს. ჩამოდის პროდიუსერი ბატონი ელდარი. იგეგმება სერიოზული განვითარება ჩვენი ტელევიზიის, რაც გურიის მოსახლეობაზე აისახება დადებითად. უკვე მიდის მუშაობა, ჩამოსული იყო ჯგუფი, რომელმაც აიღო რა გჭირდება ტექნიკური მხარე და ალბათ ამ დღეებში უახლოეს მომავალში ველოდებით სერიოზულ ცვლილებებს. მიულოცოთ 20 წლის თავი გურიის დაარსების და ღმერთით ყველაფერი ყოფილიყოს ისეთი წარმატებული, დამოუკიდებელი ეს ტელევიზია ყოფილიყოს ხალხის ტელევიზია ყოფილიყოს ჩვენი გურიის ტელევიზია.
დღეს დაარსებიდან 20 წლის შემდეგ ტელევიზია მაყურებელთა კეთილგანწყობის მოპოვებას და აუდიტორიის მოთხოვნის შესრულებას ისევ ახერხებს. არხის საეთერო ბაძი სხვადასხვა ტიპის გადაცემებს მოიცავს. ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა ფაქტი 19 საათსა და 22 საათზე მაყურებელს დღის სიახლეების შესახებ მოუთხრობს. ყოველ პარასკევს 19 საათზე თოქ-შოუში თქვენთან ერთად კვირის აქტუალური თემა საინტერესო სტუმრებთან ერთად განიხილება. ეთერი დატვირთულია გასართობ შემეცნებითი მიმართულებითაც. დღესდღეობით სამაუწყებლო კომპანია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რისი შედეგიც არის 3 პროექტი, რომელსაც დღეს ტელევიზია ახორციელებს. ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთან განყოფილების მიერ დაფინანსებული მედია პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში კი გურიატივი ამერიკულ ტელევიზიასთან 13 ABC-სთან არის დამეგობრებული და გაცვლითი პროგრამის წყალობით უცხოელი კოლეგებისგან საჭირო გამოცდილებას იძენს. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ტელევიზიაში იგეგმება სხვადასხვა სახის პოზიტიური ცვლილებებიც. 20 წელი მაყურებლის გვერდით. რეგიონული ტელეკომპანიისთვის ეს არც თუ ისე მცირე ციფრია. წარსულის გამოცდილებით და პერსპექტიული მომავლით გურულებისთვის გურიის ტელევიზია ოჯახის სასიამოვნო სტუმარი იქნება. გამოშვებას რეგიონში განვითარებული ინფორმაციებით ვაგრძელებთ. შესაძლებელია მალე საბჭოთა ძეგლების ღია მუზეუმი შეიქმნას. რა აზრისაა ამასთან დაკავშირებით საზოგადოება, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შევტყობთ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ მოდიშარიამ აღნიშნა, რომ შეიძლება იფიქრონ საბჭოთა ძეგლების ღია მუზეუმის გაკეთებაზე, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებასაც დაეკითხებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები ოზურგეთში არსებულ ძეგლებთან დაკავშირებით ადგილობრივმა მოსახლეობამაც დააფიქსირა. კი, მახსოვს რომ იყო. ახლა გადმეიტანებენ აქეთ, ხო? ვიტყვი ძალიან კარგი იქნება. ძალიან რომ გადმეიტანო აქეთ იყო მაგაზე ლაბარაკი, ახანა მე მევისმინე. მე მახსოვს რომ აქ ბიუსტები იყო სამამულო დროის და ჩემი აზრით საჭიროა იყოს, იმიტომ რომ ეს ინახავს ისტორიას, ასე ვთქვათ და აუცილებელიცაა რომ იყოს ეს და მივესალმები ამ ფაქტს, რომ უნდა გააკეთდეს, დააბრუნონ ეს ძეგლები. რა თქმა უნდა, ეს ისტორიაა ჩვენი და თუ არის ამის საშუალება და დიდად არ დააზარალებს ქვეყანას, რომ აღდგებოდეს ეს ძეგლები, იქნებოდა ძალიან კარგი. ყველა მიესალმება მაგას, რომ იყოს ის ძველი ბიუსტები ადგეს და იყოს ლამაზად, ქალაქის სილამაზე იქნება დაიდგას და იყოს. ეს ძეგლები აუცილებლად უნდა აღვადგინოს. ჯერ ქალაქის სილამაზეა. იმ ხალხმა თავისი წლილი შეიდანა იმ საბჭოთა კავშირის დროს. მე მაშინაც ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, როდესაც დავინახე, რომ ჩამოვედი დილით აი ეს ბიუსტები აქ აღებული იყო რამე თუ დღევანდელობა თუნდაც ჩვენი დღევანდელი სიცოცხლე და ჩვენი ქართველობა აი ამათ სისხლზე არის ყველაფერი. ამათ სისხლით არის ყველაფერი დღემდე მოტანილი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ არ გაკეთდეს ის რაც მათ ეკუთვნით. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმთან ადრე არსებული სამამულო ომის გმირების კონსტანტინე და ვიქტორ ლესელიძეების, პორფილე ჩანჩიბაძის, სერგო ჩხაიძის, ვასილ კვაჭანტირაძის და ელისე თუხუშის ბიუსტები დიდი ხანია მუზეუმში დემონტაჟის შემდეგ ინახება. როგორც ისტორიულ მუზეუმის ფონდის მცველმა მანანა ლომაძემ აღნიშნა, ძეგლები სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თუ რა ბედი ეწევა მუზეუმის შესასვლელში დაწყობილ ბიუსტებს, მიმართვით ადგილობრივ მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. სანამდე ძეგლებს აიღებდნენ, მანამდე ცუდ სავალალო მდგომარეობაში იყო ეს ძეგლები, რადგანაც ის იყო გაძარცვული ბრინჯაოსაგან და შემდეგ შებილწულიც. არაერთ გზის დაეწერა ოზურგეთში ადგილობრივ მედიაში და ჩვენს მიერადაც უკვე აღებული ძეგლების გამო პროტესტი და გამოვთქვით, რადგანაც ოზურგეთს ყავს 6 სამამულო ომის გმირი. ეს ისტორია არ უნდა წაიშალოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგანაც ისინი იცავდნენ სამშობლოს. ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გოგა ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ თუ საკითხი ოფიციალურად გადაწყდება, კარგი იქნება თუ ბიუსტები გმირთა მოედანზე დაიდგმება. ჩვენ თუ ვკითხავენ ამ წუთას მუზეუმის თანამშრომლებს, მე პირადად ოზურგეთში არსებობს მარადიული ცეცხლი გმირთა მოედანი, სადაც 9 მაისს იკრიბება ვეტერანები და იქ აღნიშნავენ ამ დღეს. და ყოველ შემთხვევაში იქ არის ამის საშუალება, არის სკვერი, რომ რაღაც სახით არქიტექტურულად შეთანხმებულად ეს ძეგლები განთავსდება იმ სკვერში. თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მოხდება თუ არა საბჭოთა კავშირის ძეგლების ღია მუზეუმის გაკეთება, ამას დრო გვიჩვენებს.
20 ოქტომბერს 82 წლის ლაითურელი ეთერ მექაშვილის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამძებრო სამუშაოები დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს. ქალბატონი, რომელიც სკლეროზით არის დაავადებული, ბოლოს სახლიდან 2 კილომეტრის მოშორებით ოზურგეთისკენ მიმავალ გზაზე ნახეს. ოჯახმა დაკარგვის შესახებ 21 ოქტომბერს უკვე მას შემდეგ განაცხადა, რაც ადგილობრივების ძალებით დაკარგულის პოვნა ვერ მოხერხდა. საქმეში საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ჩაერთო. ძებნა დღემდე აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. როგორც დაკარგული ეთერ მექაშვილის ქალიშვილი ამბობს, მსგავსი შემთხვევა 2 წლის წინაც ჰქონდათ, მაგრამ მაშინ სკლეროზით დაავადებული ქალბატონის პოვნა 1 დღეში მოხერხდა. ვერ ვნახეთ ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი და 82 წლისა სკლეროზით იყო დაავადებული და მინდა რომ ნახო მკვდარი ცოცხალი რომ ან საფლავი მქონდეს ან რამე მეზობლებიც დავტანჯე მეც დავიტანჯე და ოჯახის წევრების უყველა დატანჯულები ვართ. ეს ქალბატონი გავიდა სახლიდან 20 ოქტომბერს 21 ოქტომბერს დაირეკა ჩვენ სამსახურში და ამის შემდეგ დღემდე ინტენსიურად ეძებს სამაშველო სამსახური. სამძებრო სამუშაოები ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს და კვლავ განაგრძობთ სამძებრო სამუშაოებს ამ ქალბატონის პოვნასთან დაკავშირებით. გამოშვებას დედაქალაქში განვითარებული ინფორმაციებით განვაგრძობთ. პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შესაძლოა გუბერნატორის ინსტიტუტი სამომავლოდ გაუქმდეს. კანონში შემავალი ცვლილებების თანახმად გუბერნატორებს პრემიერი დანიშნავს და დასამტკიცებლად პრეზიდენტს წარუდგენს. ამის შესახებ ივანიშვილმა კანცელარიაში განაცხადა. მისი თქმით, ახალი მთავრობა ხელისუფლების დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობის რგოლის გაზრდის თაობაზე კანონპროექტს ამზადებს. გუბერნატორთა დანიშვნის შესახებ ცვლილებები კი მისი შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილია. მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება დროებითი ნორმაა. როგორც პრემიერმა საზოგადოებას აღუთქვა, დეცენტრალიზაციის პროექტი 1 თვეში იქნება მზად. ძირითად მონახაზს კი 1 კვირაში წარადგენენ. განვიხილავდით, ჩემი წინადადება იყო ზუსტად რომ და ნარმანიას მივეცი დავალება ის რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი გახლავთ ჩვენი პროგრამის რომ დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს ცენტრალური ხელისუფლების და მაქსიმალურად უნდა გადაეცეს ადგილებზე. ამ კუთხით ეს პროექტი დაჩქარდეს. ერთი თვის განმავლობაში სანამ მოხდება მეორე განხილვა ბიუჯეტის ჩვენ ამ პროექტს უკვე გაგაცნობთ თქვენ, როგორ ვიწყებთ ადგილობრივი თვითმმართველობის გამაგრებას და გამყარებას და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ამ ინსტიტუტს, რასაც ქვია დღეს გუბერნატორი, შეიძლება საერთოდ დააკარგოს ხიბლი და დააკარგოს პასი. გუბერნატორები რჩებიან როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის წარმომადგენლებად და ისინი დაინიშნებიან პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. ამით, თქვათ, ის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქმედება შეიძლება იყოს კონსტიტუციური, ეს იხსნება დღის წესრიგიდან, ანუ ეს ჯდება კონსტიტუციის ჩარჩოებში, მომზადდება ამ კანონპროექტთან ერთად სხვა თანხლები დოკუმენტაციაც, ანუ სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებები და ერთობლივად გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს განსახილველად. გამოშვების დასასრულს ამიდის პროგნოზ გურიის რეგიონში ჩემი კოლეგა ნათია მუქერია გაგვაცნობს. ტრადიციულად მივესალმები ჩვენს მაყურებელს და გთავაზობთ ჩვენს რეგიონში მოსალოდნელ ლურდღიანი ამინდის პროგნოზს, ხოლო ზურგეთში იქნება ნაწილობრივ მზიანი დღე. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 26, ხოლო მინიმალური იქნება 13 გრადუსი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. კვირა დღე კი იქნება წვიმიანი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 22 გრადუსი, ხოლო მინიმალური იქნება 13, იქროლებს ასევე ცვალებადი მიმართულების ქარი. ლანჩხუთში ხვალინდელი დღე იქნება ნაწილობრივ მზიანი, დღის განმავლობაში ტემპერატურა მაქსიმალურად დაფიქსირდება 27 გრადუსი, ხოლო მინიმალური იქნება 17. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. კვირა დღე ასევე აქაც იქნება წვიმიანი, არის მაქსიმალური ტემპერატურა კი დაფიქსირდება 26 გრადუსი, ხოლო მინიმალური იქნება 14. იქროლებს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი შედარებით თბილი ჰაერის მასა. ჩოხატაურში ხვალ იქნება უმეტესად ღრუბლიანი დღე, თუმცა დღე ჩაივლის უნალექოთ. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აქ დაფიქსირდება 26 გრადუსი, ხოლო მინიმალური იქნება 13. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. კვირა დღე აქაც იქნება ნალექიანი, დღე-ღამის განმავლობაში ტემპერატურა დაფიქსირდება 14-26 გრადუსი, იქროლებს აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი ჰაერის მასა. დღესთვის სულ ეს იყო, გმადლობთ რომ ჩვენთან ხართ და გვიყურებთ. ამიდის პროგნოზი ნათია მუქერიამ გაგვაცნო. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.